გაზობლოკის უპირატესობები და საჭიროა თუ არა მისი თბოიზოლაცია. დღეს ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება გაზობლოკი და ბევრს აინტერესებს ამ მასალის თვისებები და უპირატესობები. პირველი რაც მინდა ვთქვა, ის არის მსუბუქი, მარტივად მუშავდება და საკმაოდ კარგი თბოიზოლაციური თვისებები აქვს. თუმცა ბევრ დამკვეთს უჩნდება კითხვა, საჭიროა თუ არა გაზობლოკის კედლების დამატებითი თბოიზოლაცია. მოდით გავიაროთ გაზობლოკის უპირატესობები პირველ რიგში. გაზობლოკს აქვს კარგი თბოიზოლაცია, გაზობლოკს აქვს ფოროვანი სტრუქტურა, მასში მილიონი პატარა ჰაერის ფორაა და ჰაერი კი როგორც ვიცით, ბუნებრივი თბოიზოლატორია. მეორე, მცირე წონა. გაზობლოკი ბევრად მსუბუქია სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით, ამის გამო მცირდება დატვირთვა საძირკველს. მესამე, სწრაფი მშენებლობა. გაზობლოკი დიდი ზომის და ზუსტი გეომეტრიისაა, ამიტომ კედლების ამოყვანა უფრო სწრაფად ხდება. გაზობლოკი ლაგდება წებოს მეშვეობით, ამიტომ ნაკერები თხელია და შესაბამისად მცირდება ცივი ხიდი. მეოთხე, ზუსტი გეომეტრია. ქარხნული წარმოების გამო ბლოკებს აქვთ სწორი ზომები, რაც ამარტივებს შემდგომ მოპირკეთებას. ახლა რაც შეეხება თბოიზოლაციას, საჭიროა თუ არა გაზობლოკის თბოიზოლაცია. ხშირად ფიქრობენ, რომ გაზობლოკის თბოიზოლაცია საჭიროა მხოლოდ სითბოს შესანარჩუნებლად, მაგრამ პრაქტიკაში თბოიზოლაცია უფრო მეტად ასრულებს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციას, ეს არის კედლის დაცვა ტენისგან. გაზობლოკი, როგორც თქვით, ფოროვანი მასალაა და მას შეუძლია გარედან ტენის აღება. თუ კედელი სწორად არ არის დაცული, დროთა განმავლობაში მასში ტენი შეიძლება დაგროვდეს. ამიტომ ფასადის თბოიზოლაციის სისტემა ხშირად მუშაობს არა მხოლოდ როგორც თბოიზოლაცია, არამედ როგორც დამცავი ფენა ტენისგან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თუ გაზობლოკი ტენიანდება, მისი თბოიზოლაციური თვისებები მნიშვნელოვნად უარესდება. მშრალი გაზობლოკი ბევრად უკეთ ინარჩუნებს სითბოს და კედლები ბევრად უფრო დიდხანს ძლებს და ნაკლებად ზიანდება დროთა განმავლობაში. მნიშვნელოვანი დეტალი მონტაჟის დროს. გაზობლოკის მონტაჟის დროს უმნიშვნელოვანესია პირველი რიგის სწორად დალაგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ლაგდება სპეციალური წებოს მეშვეობით. სისქე არის ძალიან დაბალი, რაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავასწოროთ სისწორე შემდეგ რიგში. ამიტომ გაზობლოკის თბოიზოლაციის მთავარი მიზანი ხშირად მხოლოდ სითბო კი არ არის, არამედ კედლის დაცვა ტენისგან და მისი თვისებების შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში.